სამედიცინო პროფილაქტიკა. რა ჩვენთან რო ეს კულტურა არ არის, ვცდილობ შეძლების დაგვარად წელიწადში ერთხელ, მაგრამ სასურველია ყოველ 6 თვეში გავიკეთოთ ყველამ. პროფილაქტიკის ასაკიდან გამომდინარე ექფოფონება აღარ მაქვს. წესი და რიგით უნდა ყოველ წელიწადს აუცილებლად ვიარო. დრო სიარული შევძლო, მაგრამ პირადად ჩემი ანგარიშებიდან არა. შვილები მაფინანსებენ, მე არა. ისინი აქ არ ცხოვრობენ, საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მუშაობენ. და რამდენად ხშირად იტარებ ხოლმე? წელიწადში ერთხელ აუცილებელია, იმიტომ რომ ჩვენ ასაკში უკვე აუცილებელია. მოსახლეობას საშუალება უნდა კონდეს და თვითონ აუცილებლად ივლიან პროფილაქტიკისთვის, აუცილებლად. არ მიყვარს ექიმებთან სიარული. ამ ეტაპზე ჩემი სამსახურიდან გამომდინარე მაქვს, დაზღვევა მაქვს სამსახურის და რავი, ხშირად ვიტარებ ჩემი ასაკიდან გამომდინარე. ბუნებრივად ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ იცით რა არის, აი ამ სამედიცინო დაზღვევის გარეშე ცოტა რთულია. არ ვიტარებ საერთოდ. რატომ? რა ვიცი, ჯანმრთელი ვარ. ხშირად არ არის ამის ფიზიკურად არც დრო და არც საშუალება, მაგრამ როცა არის ყოველთვის გეგმიური შემოწმება, რაც შეეხება, რომ ორგანიზმი რა მდგომარეობაშია. რაც უკვე სიბირისკენ მიდიან, საჭიროა. გამოვიყოლოთ ორგანიზმი, რომ ყვალზე როგორ ვიქნები, ხოლმე ვიცოდეთ. მაგრამ ცოტა ძვირებია რა. და იმედი იქნება, რომ ცოტა გაიაფთება და ყოველი მეორე შეძლებს რა. ვიკეთებ და ამის როცა არა მაქვს მთავრობა მეხმარება. სოციალურად დაუცველი ვარ, მეუღლე მყავს მკვდარი და კი, რეგულარულად ვაქცევ ყურადღებას, რომ ჯანმრთელად ვიყო და სტომატოლოგთან 6 თვეში ერთჯერ რომ სკარიესი არ მქონდეს აუცილებლად და ზოგადი წელიწადში ერთჯერ სასურველია. თუ ვერ მოახერხე 2 წელიწადს არ გადავაცილებ. თუ ამას არ მივაქცევთ საშუალებას და დროს არ გამონახოთ, მე არაფრის საშუალება არ გვექნება. ამიტომ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ იმას, რომ ჯანმრთელები ვიყოთ, სხვა რამის გაკეთება შეგვეძლოს. აი, საერთოდ არ ვიკეთებ. არ ვიცი. ალბათ ძალიან ცუდია რომ არ ვიკეთებ და აუცილებელია უნდა ვიკეთებდე, მაგრამ არ ვიკეთებ.